ადამიანი დედამიწის ბუნების და საერთოდ ამ სამყაროს ნაწილია. ისევე როგორც სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე ნებისმიერი პლანეტარული მასშტაბის ცვლილება, როგორც მეტეოროლოგიური, ისე რადიაციული თვალსაზრისით, ბუნებრივია მის შემადგენელ ყველა ობიექტზე გავლენას ახდენს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანზე. შეუძლებელია არ გჯეროდეს ჩვენს ჯანმრთელობასა და ბუნება განწყობაზე მთვარის ზემოქმედების რეალურობაზე, რადგან თუ გავიხსენებთ, რომ მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს ამოდენა ოკეანეების მიქცევა-მოქცევაზე, მოსავლის მოყვანასა და სხვა ციკლებზე ჩვენს პლანეტაზე, როგორ არ შეიძლება ის ადამიანზეც არ ზემოქმედებდეს. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუმცა ამ ეპიზოდში გეომაგნიტური ქარიშხლების ადამიანზე შესაძლო გავლენის რეალურობას მიმოვიხილავ. მზიდან მოფრენილი დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტური ველის ხაფანგში ხვდება. ეს პროცესი რგოლის ფორმის ელექტრულ წრეს ქმნის. დენი ხომ დამუხტული ნაწილაკების მიმართული მოძრაობაა. გამტარ რგოლამდე მანძილი 3-5 დედამიწის რადიუსის ტოლია. ამ დენის მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველი დედამიწის მაგნიტური ველის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ასუსტებს მას. იწყება გეომაგნიტური ქარიშხალი. გეომაგნიტური ქარიშხალი ალბათ ყველაზე ცნობილი ტერმინია კოსმოსური ამინდის სფეროში. ამის შესახებ შეტყობინება ტრადიციულ პროგნოზებშიც კი შედის. 1859 წელს ინგლისელმა ასტრონომმა რიჩარდ კარინგტონმა, რომელიც მზის ლაქებს აგვირდებოდა, ისტორიაში პირველად დაინახა ეგრეთ წოდებული ანთება მზის ზედაპირზე. დაახლოებით 1 დღის შემდეგ დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაწყდა სატელეგრაფო კავშირი. პოლარული ციალიკი კარიბის ზღვის კუნძულების მაცხოვრებლებმაც დაინახეს. კერინგტონი ვარაუდობდა, რომ ხსენებული მოვლენების მიზეზი მზე იყო, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდა. ახლა მზის აქტივობასა და მაგნიტურ ქარიშხლებს შორის კავშირში საერთო აღარაფერია, მაგრამ თავად მოვლენის გარშემო უამრავი ფსევდომეცნიერული მითია გამოგონილი. ადამიანი ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ძალიან რთული სტრუქტურაა და ჯერ კიდევ არ არსებობს სანდოკლევები, რომლებიც დაადასტურებენ გეომაგნიტური ქარიშხლების და ზოგადად კოსმოსური ამინდის პირდაპირ გავლენას ჩვენზე. უპირველეს ყოვლისა, ძნელია იმის შეფასება, მზე მოახდინა გავლენა ორგანიზმზე თუ სხვა რამემ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მაგნიტურ ქარიშხალს არ შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი. ქარიშხლით გამოწვეული შეშფოთებები გაცილებით მცირეა, ვიდრე ახლოს მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რომელიმე სახეობის მიერ გამოწვეული ზემოქმედება. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.